როგორ არა, ბაი, ეთერში ვარ უკვე. გამარჯობა, დორშაბათია და ჩვენ როგორც ყოველთვის ვცდილობთ, რომ ძალიან კარგი განწყობა შეიქმნათ მთელი კვირისთვის დღეს ჩვენი სტუმარი გახავთ. არჩილ სოლოგაშვილი. გამარჯობა, შეიძლება ჩვენს მივესალმოთ. აი, პირველად დაგაცა არის გვაქვს ერთი ტელია. ზიმა და მონატრებული ვარ ცოტა არ იყოს. უკან ხვედღეები იყო და იმედი მაქვს კარგად გაატარეთ ეს დღე. მე ყოველთვის ორშაბათს ველოდები ხოლმე ძალიან გულის ფანცქალით და ამაღლებულ ხასიათზე არ ვტყვი, იმიტომ რომ აი მართლა ველოდები რომ ჩვენი სტუდია იქნება სულ უფრო ლამაზი. მე გამიჩნდება უფრო ბევრი იდეა, უფრო ბევრ რამეს ვისწავლი და ჩემ აივნებსაც ეს დაეთყობა, თუმცა მე რა თქმა უნდა არ ვღებულობ სამწუხაროდ. არ შეიძლება. იდეა. ძალიან მაგარი მაისური გახსია ბაია. მაისური ნამდვილად ჩვენი მიზანი არის ამ კლასიკურ დასასრულზე ვერ მოახერხე ჩაცმა. გრინ სერვისი გახავთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი და ნუ ახეთ რა ხდება ჩვენო თან სურნელი არის საოცარი. ვარდები გვაქვს, ტიტები გვაქვს. მოვიწოთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ჩვენი კონკურსის შესახებ. ჩვენ გვინდა რომ გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და ამისათვის მოგვიწოდოთ რომ დაიწყოთ თქვენი აივნის გამწვანებით ეს მასშტაბური ასე ვთქვათ აქცია. შემდეგ გამოგვიგზავნოთ ამ აივნის ფოტოები ჩვენს Facebook-ის გვერდზე და მოიგოთ ძალიან მაგარი პრიზები. ჩვენ უკვე ვიცით რომ რუსთავი 2 გამარჯვებულისთვის აწესებს საგზურს ორ კაციას, ხო სწორად მახსოვს? დიახ, რა თქმა უნდა, ორ კაციას. რა თქმა უნდა. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ უკვე სხვა პრიზების შესახებაც, რომლებიც ჩვენმა სტუმრებმა დააწესეს სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ორშაბათს ჩვენს ეთერში. და ერთადერთი პირობა მხოლოდ კონკურსის არის ის, რომ ეს აივანი უნდა გადმოდიოდეს ქუჩაზე, ანუ ჩანდეს და იყოს ყველასათვის ხალხსაჩინო ასე. ეგოისტურად მარტო შენი არ უნდა. ხო, და შიდა ეზო აივანით სავარაუდოდ კადრები მიდის, შესანიშნავი კადრები მიდის და უკვე ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ. იმიტომ რომ გარკვეული შედეგი უკვე გვაქვს. რა იქნება დამთავრებისთვის ნახეთ რა ლამაზია. მე ვამაყობ რომ გადაცემა ესეთი რეზონანსი გამოიწვია და ესე მიიღო ხალხმა ეს პროექტი ასე უვლის რა კარგი ამ საბრძოლში ჯდომა. ესე უვლის თავის აივანს და თან ვიცი რა როცა мотиваციაც არის რომ კარგი საჩუქრით იქნება არაჩვეულებრივი პრიზი ელოდება და ძალიან კარგ საჩუქარს მიიღებს ეს კარგი სტიმულია დღეს მე როგორც ვატყობ გვანცა მე და შენ გადარგვას ვერ ავწდებით თუმცა გამიხარდება ერთხელ დიმა ვნახო გადარგვით დღეს არ გამოვა დიმა ყოველთვის თან გული გულობდესო ხო რაღაც ძალიან მოგეწონა მაგრამ ცოტა ტონი გაკარგასა ისეთ დიმა ხადაგი ხო პოტიმა სასწავლებელი ხადა კი რა იყო გული გულობდესო და ხო კაი გადავდგავ რა გავაკეთო ხა მაია შენ მინდა კითხო მაგრამ უყურე ფოტოებს რომლებიც გამოვაგზავნეს შეშეძლებდი რეალურად შერიანით აივინებისთვის კონკურენციის გაწევას იცი რა ის სამყურაში კი როცა ყველაფერი ამწვანდება და მოედება კი ნამდვილად ჩვენ ხო ჩვენს ტელემოყურებელს ვეუბნებით რომ თავარი პრიზი არის ბოლო თქვენ აივანს ილამაზებთ იგივე კი რა აკეთე შენ პრიზის გამო არ ვაკეთებ მე უკვე არა მე მიმართა მათ ვინც სად იყო ეს პროექტი ბაიარო აივანს სად იყო ეს პროექტი მე რო აივნებზე ვზრუნავ მე ვერ მოხდე ბაიას აივანზე 2 წელია შეგიძლია ქვემოდან ამოიხედო და დაინახე ვაკის პარკში ფაქსი მოდი და ნახე კი მეორე აქვს ქვემოდან ამოიხედო და ნახე არა მე პროექტი და გამოგიძარები რა ქვია სარხა აი ამითი ბაია გადმოდექი და გადმომასხი თავზე აი წაიგე ეს და ეს იქნება კარგი აჰა ბაი ბაიკო მადლობა რომ ყველანი მიგვიწევენ ვინი წყალი ჩაასხე შამპუნი გაურე და ბარემ გადავილებ თავზე დიმა ფიალებით მივადგეთ ერთ საღამოს შენ თან რა გულწრფელი ახსოვსია მართლა არ უნდა რომ არა რაც ისე იმასლე ხა თავი იმასლე ქუჩიდან ლამაზია კარგად ჩანს იქიდან აი ამ მაისტორი და ამით იქნები ოქროსავი იქნებ და აი ეს რო გამოყავ ისე არის ჩანს როგორც ქვემოდა როდის მივიდეთ აქ რომ გადავიდოთ ეუბნე მე ფიალებით წავიდეთ ფიალები გამოგეროთ ფიალები რა ფიალები კი კალაშნიკოვით უნდა დავიდეთ ისეთი რაღაცა გითხრა შეიძლება წვიანი დაგახოდროს უთხრა კარგია მე გავიდე და ო ბაიასაიო და გადმოგაცხა კარგი მომიწიოთ სტუმრები ახლა თემა გადააქცემა სტუმრები მოვიწიოთ ახლა როგორც გითხრათ გრინ სერვისია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გრინ სერვისის დამფუძნებელი კობა ხარშილაძე გრინ სერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და გრინ სერვისის მენეჯერი ნანა ხუსკიაძე ხოთ მობრძანდით მოგესალმებით მობრძანდით საკუთარ ლაბირინთებში გამოიკლეს ეს ალბათ გამარჯობა არჩილ მოგესალმებით რა საკვირველია გამარჯობა არა აქეთ ჯობია მე მგონი კი
ვაიკოსთან განსხვავებით ჩვენ სახლში ვაიმე რა შეგა მე იქიდან ვერ გავიგე რომელი არ ვპატიჟებ სახში აი განე არ ვპატიჟებ ვაიკო იძახის რომ ქუჩიდან უფრო კარგად ჩანს ჩემი გალავაზებული და გამწონებული აივანი რადგან დიმა იძახის რომ სახში არ პატიჟებოდა სხვა ქუჩიდან უფრო კარგად ჩანს ყველა დიმა მე აღმოჩნდა უსკო ქალაქში ხო არ ვარ ქუჩიდან ვთვალე რომ აი მეგობართან ჩემ სეზონში რომ ჩემი აივანი შეაყიდო ჯერ გაინტერესებს აი ზოგადად ჩვენი იდეის შესახებ რას ფიქრობ და რამეს შედეგს თუ თქვენ უფრო უნდა გზობდეთ ახლა იმიტომ რომ თქვენ ამ საქმეს ხართ დაკავებული რო გითხრათ რომ ესე იგი უარყოფითად ვარ გაწყობილი მათი ეჭვება გადაიჯერეთ მაგას ანუ რეალურად არის ეს სიტუაცია რომ მართლა უკვე ნენელა შემოდის კულტურა არა მარტო ესე ვთქვათ თქვენმა გადაცემამ ითამაშა როლი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ხადია თქვენი გადაცემაც იმიტომ რომ ყველას გვიხარია ეგ ხე რომ შეხედავ რაღაცა არ გამიხუმლია წეღა მართლა ვიძახი რომ შეხედავ დადიხარ ქალაქში და ბევრ გამწვანებას ხედავ და ეს პირველ რიგში ეთყობა ცხადია აივნებს ანუ რეალურად რო შეხედავ ანუ ოჯახის კულტურასაც გადმოსცემს მის ტრადიციებსაც გადმოსცემს ყველაფერს გადმოსცემს ის თუ როგორი გარემო აქვს ოჯახს და ეს ოჯახს ყובה რაღაც გარკვეული ინფორმაცია ხო ამბობს რომ არასდროს თოყარია აი ბაიაკო მე თაღარ გეხუმრები გეაბრაზდი და ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვები რომ ძალიან დიდად იყოს დატვირთული ქალაქი და არა მარტო ქალაქი ესეთი აივნებით მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თემა თქვენი აზრით რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, როდესაც ადამიანს სურს რომ ჩაერთოს ჩვენს კონკურსში, ჩვენი კონკურსის გარშემო რომ ვიტრიალოთ. აი რაღაც ჩვენ ვცდილობთ რაღაც უნივერსალური მოდელი შევთავაზოთ, ასე ვთქვათ, მაყურებელს, რომ თან არ იყოს ძალიან ძვირი, თან შედარებით ნაკლებ დროს მოითხოვდეს. ნუ მოკეთ, ბევრი ადამიანი გვინდა გავაერთიანოთ ამ იდეის გარშემო, რომ ვთქვათ, იგივე დაკავებულ ადამიანებსაც შეეძლოთ გარკვეულწილად, ანუ საკუთარი აივნის გავა. პირველი არის ის რომ რეალურად სურვილი უნდა გააჩნდეს, მაგრამ აუცილებელი პირობა რაც არის უნდა მოვიდეს გრინ სერვისში. ეს ყველაფერი აივანი უნდა კონდეს. რომელიც გადადის ქუჩაზე. შეიძლება ეზოსკენაც სტუდია იქნება. არა, ჩვენ კონკურსში აუცილებლად ქუჩაზე უნდა გადადიან. თუ ქუჩაზე არ გადადის, მაგრამ განსაკუთრებული აივანია, ალბათ შეიძლება რაც გამონაკლისით დავუშვათ. არ ვიცი, ალბათ. თუ ისეთი მოვიდა მნიშვნელობა კიდე. ბევრი ქოთანი არსებობს. იცით რა მინდა კითხოთ, მე მახსოვს თქვენ ჩვენთან სტუმრად ხო ბრძანდებოდით რაღაც. კი და ბატონ დილას გავაკრეჭინე, თუ აბსტები დათვი იყო. ზუსტად. აი ამ ერთის მანძილზე. როგორ გონიათ სურვილმა იმისა, რომ ადამიანს კონდეს ცედარე სახში ან ეზოში ან აივანზე იმატა რა ეს პირამიდიდან გამომდინარე. რეალურად პროექტების და გაყიდვების რაოდენობა მართლა მომატებული არის რა. ეხლა არ გავიხსენებ ეს ალბედით დროს, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ ძალიან კარგი ესე ვთქვათ ტენდენცია წამოვიდა სადღაც 2009 წელს და ხა ყველაფერი არის ფინანსების ხარია დამოკიდებული. 2009 წლის შემდეგ რეალურად ძალიან იმატა გაყიდვება. ნუ ყოველ შემთხვევაში ხა ჩვენ ამ სფეროში კარგად ვართ გარკვეულები, ანუ ვიცით რა არის მოთხოვნა ბაზარზე და რეალურად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მომატებული არის. სამწუხაროდ რაც შემიძლია ვთქვა, რაც შენ განმოსახედიდან არის ვთქვა, ეგ არის რომ აი ეს აივნებზე ესე ვთქვა, აივნების გამწვანება ჯერჯერობით არ არის ესეთი აქტუალური. სამაგერად ნუ ეზოები და ესე ვთქვა გარებ სცენარები ძალიან მომატებული არის მისი გაყიდვები. რაც პრინციპში გიხარია ჩვენ. სურვილი ზოგადად არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს ჩვენ. უბრალოდ ჩვენ ვთქვით რომ ეს გზავაჩვენოთ ამ ხალხს. აი ეს გზა არის და არა მოგზადებიან ჩვენ გვინდა რა ეთერის საშუალებით მიცოთ პრაქტიკული რჩევები ხო? მე შემიძლია გაჩვენოთ როგორ შეიძლება უმარტივესად გაკეთდეს რაღაც ქოთანი. გვაქვს კიდე გაკეთებულებიც მოტანილი და შეგიძლიათ ნახოთ სხვა გადაგისვათ აი ჩვენ 12 ჰექტარიან აივანზე. ეკლებია კვანცა, ეკლებია. 12 ჰექტარია ხო? მეურნეობის 12 ჰექტარია? არ ვიცი. არ ვიცი, ესე სულ არის 34 ჰექტარი, მაგრამ ჯერჯერობით 12 ჰექტარზე გვაქვს ესე ვთქვათ გაშენებული ათვისებული რა ეს ვიწა
ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ მართლა არ არის საქართველოში პრეცედენტი. 12 ჰექტარზე სულ ყვავილებია? არა, ყვავილებია, სცენარები. ფოტოები გვაქვს, რაც მე მგონი არა ეს რაბათის ციხე არის, რომელიც ჩვენი გაკეთებული არის და ძალიან მომაყოთ. სავიზიტო ბარათი გახდება თქო. ჩვენი სავიზიტო ბარათი ასევე არის ავლაბრის კედელი, რომელიც ჩვენი გაკეთებული არის, მის ფოტოებიც არის ალბათ შემდგომში გავა. ყველა მორწყული არც ერთს არ ჭირდება მოხდა. აი ახლა რასაც ჩავდგავთ, იმას დაჭირდება. რაღაცა საქმე მინდა რომ გავაკეთო და დამავალი. აი ეს როგორ ამას ხო დიდი სამუშაო უძღვეს. აი ეს არის მეურნეობა, რომელიც იქ არის ფოტოები სხვათა შორის როგორ იწყებოდა ეს, საიდან იწყებოდა და ნახავთ პრინციპში აი ეს იყო როგორ ვაკეთებთ, ანუ ან ჩვენ ვაკალმებთ სცენარებს, ან ჩამოგვაქვს იტალიიდან ან ჰოლანდიიდან ეგრეთ წოდებული სტარტერები. ეს რა არის ახლა რა სცენარია? ეს არის ვერცხლისფერი კიპარისი, რომელიც უკან გაქვს. ქართულ კლიმატს. ქართულ კლიმატი ჩვენ ლაგოდეხში გვაქვს. რომელსაც მე ჩვენი ბრატოეგუების სიმართლე ერთი კვირა დავბრუნდი და ყველა მეუბნება რა კარგი ნამზეური ხო რა კარგი ნამზეური ჯანმრთელად რო გამოიყურება. ფანტასტიკური ნამზეური მაგრამ ქართული ჯიშები რამდენად გაქვთ? აი რა პროცენტულად დაახლოებით. ნუ კაი ზუსტად ციფრი ხარ. ანუ ადგილობრივი მცენარეები თქვა თორე ეს პრინციპში ის მცენარეები რომლებიც ხშირად გამოიყენება ეს არის კვიპაროსი, კვიდო, ტუია, ადგილობრივიც გვაქვს და ასევე ჩამოტანილი. არ მინდა რომ ეხლა ეს რაღაცნაირად ტრაბახად ჩამომართვათ, მაგრამ ჩვენი კომპანია არის, ჩვენ გვაქვს ორი კომპანია, Green Service და Green Service Plus, ეს ორი კომპანია არის პირველი, რომელმაც ნამდვილად ევროპული ტიპის სანერგის გაკეთება ვცადეთ, ესე რომ ვთქვა. სამწუხაროდ, აი ნაბიჯ სწავლობთ ყველაფერს. იმიტომ რომ აიღო და ვიღაცას კითხო, მე მინდა ამის გაკეთება როგორ კეთდება, ინტერნეტი რაღა იგი არსებობს დაილოცა და ხოლმე ყველაფერი იტალიელი პარტნიორები კითხე. კიდე რა მოინტერესებს? აი ეს პარტნიორები, ეს ბიზნესია, ხო? რამდენად ეს იყო თუ არა რისკი ამის დაწყება და რამდენად გაამართლა? მოდი ესე ვთქვა. რისკი იყო, იმიტომ რომ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ რაც კი კომპანიას მოგება ქონია, მთლიანად ჩავდეთ ამას. ხანდახან მე დაკობა ვფიქრობ ხოლმე რომ იქნება არ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ნუ ხანდახან ამას ვამბობ რაღაც თემები როცა ამოიწია და ამაზე დაიწყო ლაპარაკი. როსებდიანდებით ხოლმე მაშინ. თურმე ამ კომპანიას მოგება ქონია, აი ამის მოგება რაც არის ეს სანერგე რომელიც არის ჩვენი ესე ვთქვათ პირმშო. მართლა ისეთ იქ მე რო ჩავდი ერთადერთი ოცნება მაქვს პირდაპირ ვთქვი. ბავშვები გაიზარდონ, რაღაც გზაზე დადგინდა, მე იქ გადავიდი. ამას და იქ ვიცხოვ. ამას როდესაც ვეუბნები ვაცებს თბილისიდან აქ უნდა გადმოხვიდე. კი, აქ უნდა გადმოვიდე. კი, პროცესი ფანტასტიკა, აი რო ჩავდივარ თქვა 4-5 დღით და პირველი დღე იღლები, ფიზიკურად იღლები, მაგრამ პირველი დღე კარგი მარ და მე-4 დღეს უკვე ისაა რომ აუ მივდივარ არ მინდა ეს მიყვარს ეს კარგი სცენარებს ყოველს კარგი ღვინოს უხდება, იქვეა ყველაფერი. კი, იქვეა ყველაფერი, თევზიც არის სხვა შორის ძალიან კარგი მეურნეობები აქვს თევზი. ეს რა ინტერესებს იცით ეს მაისური რო ჩამაცვით, ეს ძალიან მომწონს რა ხდება აქ ეს რაღაც. დიმასთვისაც გვინდოდა ეს მომაწოდე, არა მე ხარ უბრალოდ უხერხული იქნებოდა ნამდვილად. არა მე სხვადასხვა მცენარეების გამოსახულება და ბოლოში თუ დავკვირდებით არის ჩვენი კომპანიის ლოგო. კი ბატონო. ანუ ეს არის ქართული ნეკერჩხალი დაწერია ყველაფერი და ჭადარი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, Green Service. Green Service ერთ-ერთი მცენარე. ვერხვი. ანუ ეს ყველაფერი ის არის რომელიც გადასარევად ხარობს საქართველოში. იაპონური ნეკერჩხალი გადასარევად გახარებაზე და ამ შემდეგ აი ახლა უკან რაც გიდგათ მცენარეები. მე რო გითხრათ თქვენ აი მაგალითად სმარაგდი მე რო გითხრათ რომ ეს არის 1 წლის ნაზარდი ანუ აი თქვენ რაც დაინახეთ ფოტოებში ლაგოდეხში ჩვენ ჩამოგვაქვს დამყნილი სტარტერები ესე ქვია ანუ საწყისი რომელიც არის დაახლოებით 20 სანტიმეტრის სიმაღლის და ჩვენ იტალიელი პარტნიორებისგან ეს მოგვაქვს და აქ უკეთებთ მას შემდეგ უკვე ზრდა ეს ეგრეთ დარაშივენი ეს უკეთებთ ანუ ზრდით რუსული სიტყვები ხო არ არის პრობლემა არ ვიცი აღარ არის ვამბობ ესე იგი მაინც ვილაპარაკოთ ქართულად ესე იგი ამ იტალიელ პარტნიორებს პირველ წელიწადს რომ გავუგზავნეთ ფოტოები იმ ზრდის მაჭვანო ზრდის მოსაჩვენებლად თუ რა იყო გითხრეს რომ ძალიან გთხოვთ გვაცნობეთ რა სასუქს ხმარობთ ამაზე პირველ წელს სარწყავი სისტემაც არ ჰქონდა ეს იყო საწყისი აი ეს რო წარმოედგინოთ იყო ველური
მიწა, რომელიც შევეჭიდეთ და თან არ გვინდოდა რომ ერთ წელი დაგკარგა და ეგრევე დავიწყეთ მომენტალურად დავიწყეთ დარგვა. შემოდგომაზე მივიღეთ შედეგი რომ შემოდგომაზე უკვე დავიწყეთ ამ სცენარების რეალიზაცია გაყიდვა. ამიტომ მოგვითხრეს რა სასუქს ხმარო. ქართული მიწის მადულზე ყვები. ველური მიწა რო ხდება, კახეთში ველური მიწა როგორც ასეთი ეხლა იცი რა იყო, აქ იყო თხილის პლანტაცია, ძველი თხილის პლანტაცია, რომელიც აბსურდულად გაველურებული, ანუ ესე ვთქვათ, გაუბედურებული, მიგდებული და ნამდვილად მადლობა იმ პლანტაციის ყოფილმა პატრონს რომ მიიღო ის გადაწყვეტილება რომ გაეყიდა ეს მიწა და ვიღაცამ უკვე იმაზე რაღაც კეთება დაიწყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიწა ვიღაცა რა და გდია ეს არის ისე ხო როგორ იცავთ სეტყვისგან ან რა ზომები არის სხვათაშორის, იმიტომ რომ იქ სეტყვა არ არის სტატისტიკურად რაც არა ის გოლენები როცა იყო თქვენ აქცათ როგორ ჩანს ადგილას არის ეს არის ფანტასტიკური ადგილი ადგილას არის რაგოდეხი არის ყველაზე თორე იქეთ ჩვენ ნახეთ ვიყავით და საშინელება ადგილი არის კი და ამ იტალიელებს რო აუხსენით რომ არც არწყავი არ აქვს რეალურად მომავალ გაზაფხულზე ვაპირებთ გაკეთებას და სასუქს საერთოდ ავხმაროთ პირველი რაც ვქოს უნდა ჩამოვიდეთ და ვნახოთ ეს რა არის მიწაში რა არის ასეთი განსაკუთრებული შემდეგ როცა აუხსენით რომ ჩვენ 34 ჰექტარი გვაქვს და ეს ნაბიჯ გვინდა რომ 34 ჰექტარი მე გითხრას რომ უი მაშინ ხო არ ვიფიქროთ საქართველოში რაღაცა ინვესტიციებზე იმიტომ რომ თქვენ თუ ეს ენერგია ააწყვეთ და 34 ჰექტარის ენერგია ააწყვეთ სერიოზული კონკურენტი იქნებით ჩვენი უკვე აზერბაიჯანის ბაზარზე იმიტომ რომ 34 ჰექტარის ენერგიის ხუმრობა მართლა არის ხო მაგრამ ეს არწყავი რო არ არის თქვა ეხლა გვალარო იყოს და რაღაც ვერთმა დაგვიფაროს პრობლემა იყო საუბარი რაზე არის დიმა საუბარი არის იმაზე ლაშა ამბობდა რომ პირველი წელი იყო ეს რომ წელს არის უკვე საწყობი არის უკვე ყველაფერი ამაზეა საუბარი ხა საწყენია ხოლმე ხანდახან მაგრამ რა ვქნათ რეალობა ეს არის რა ნაბიჯ მიდიხარ საკუთარ შეცდომებზე სწავლობ რაღაცა ანუ ამ ბიზნესში რომ ჩადიხარ ვქოთ ნებისმიერ ქვეყანაში ვქოთ იტალიაში მინიმუმ პაპის ბაბუაჩურად დაიწყებებით პლუსტიურ გასო დაიწყო იმან 300 წლის წინ დაიწყო კრეჭვა ოჯახური კონფლიქტი ვენახის გამო არის ხო ჩვენ ქვეყანაში ისე რომ ვქოთ პაპაჩებს დაიწყო იმიტომ რომ რას ქვია დაიწყებდა და მე მაგრამ თქვენ გააკეთეთ მაშინ აი რა თქვი რამდენი წელი დაგჭირდათ რეალურად თუ აი რაღაცნაირად ეს მოგოები დაგვეჩათ ეს ორი წელია მესამე წელია რაც მე რეალურად ყოფილი რო ვარ ხოლმე ამითი ხო და რაღაცა მე გახსენდებათ რამდენი წელია პირველი ჩვენ თავს ვეუბნებ რომ დაწყნარდი ეს არის მესამე გაზაფხული არის თორე მესამე წელი ორი წელი არის ჩვენს ენერგიაში გამოყვანილი 20 სანტიმეტრიდან 20 სანტიმეტრიდან ტუი არის ჩვენს ენერგიაში გამოყვანილი აი ეს 80 რაღაცა რო იყოს ჩვენს ენერგიაში ამჯერად გადარგული შეიძლება დაგვეჩაგდნენ გოგოები ესე იგი აქ ჩვენ ტორფი გვაქვს ამჟამად გვაქვს ტორფი ისე ნუ შესაძლებელია რომ მიწაში ამაზე რაღაცა თემა ჩამოვარდა მიწაში შერეული ტორფი ასეთი სუბსტრატი ხო ეხლა ამჟამად ჩვენ გავაკეთებთ რა შერეულ ქოთანს სადაც იქნება მწვანე მცენარე რომელიც ზამთარშიც არის მწვანე ანუ ყვავილები თუ აღარ იქნება ის მწვანე დარჩება მაინც ეს რა მცენარეა ეს არის ოფიოპოგონი ასეთი მწვანე და გვაქვს ოფიოპოგონი ალბათ რა მაინტერესებს ოფიო სახელი პოგონი გვარი ძირითადად აივანზე დატოვება შეიძლება აი ეს არის მეორე შავი ოფიოპოგონი რომელიც ასე მთელი ზამთარი ძლებს შავი ფერის ლამაზი ყვავილები აქვს ძალიან შეგვიძლია ყვავილიც აქვს ძალიან სურნელოვანი ყოფილა თან ხაჩემ არა შავი ფერი მე რაღაცნაირად ფერი ჩემი გემოვნების ფერთა გრადაციები ავირჩი აი ნახეთ ხო ეს არის ეონიმუსი რომელიც სამი სრულიად სხვადასხვა ულამაზესი ფერია ეს არის იმპეტიენსი რომელიც არის ერთწლიანი მართალია მაგრამ ყვავის ახლა მაისიდან დაიწყებს აპრილიდან ყვავილობას ოქტომბრის ბოლომდე სანამ სიცივები იქნება სულ ყვავილობს და იზრდება ძალიან ლამაზად აი გაძილები გვაქვს ქვემოთ თუ შეგიძლიათ ნახოთ აი რა ლამაზია დიდები აი დიდები რომელიც არის გაძილი ქოთანი ძალიან ლამაზია ესე იგი ჩვენ გავაკეთოთ ესე ფერები რო ხო აი ეს არის ლამაზი რომელიც ასე იზრდება ეს ხო ალბათ ერთიანებია მაგრამ თუ ახლა სათბურში თქოს ძლებს ზამთარში რომ შემოვიდან ზამთარში ამიტომ არის რომ გარეთ ვერ უძლებს ხდება რეკომენდირებული და მარად მწვანე მცენარეთა გავალწოვა მცენარეთა ერთად ინფორმაციის ხალისეში ხო რა თქმა უნდა ფერადოვნება პრობლემა რატო არის რეალურად ახლა და ანუ რატო არ არის აივნებზე იმდენად განვითარებული ეს ასე ვთქვათ გამწვანება. პირველი რაც არის, აქ მისი სწორი მოვლა პატრონობა არის საჭირო. დაწყებული თავიდან პირველივე ეტაპიდან არის ეს ყველაფერი კარგად გასააზრებელი. საუბარი რაზე არის? საუბარი არის იმაზე, რომ
როდესაც თავიდან ვიწყებთ ესე ვთქვათ ქოთნის ესე ვთქვათ გამზადებას აუცილებელი პირობა არის რომ მასში იყოს ესე ვთქვათ ან სუბსტრატი ან ტორფი ეს ნეიტრალური რეაქციის ანუ არ უნდა იყოს მჟავიანობა დიდი და ქოთანიც სწორად უნდა იყოს შერჩეული. როგორც წესი გვაქვს ხოლმე ძალიან პატარა ქოთნებში ეს ყველაფერი და პატარა ქოთნებში საკვები არ არის ბევრი და შესაბამისად არ ხდება ესე ვთქვათ მცენარის განვითარება. ლაშას ვთხოვდი რომ ერახებინა ეს არის შაშა ჩამოვიტანეთ ჩამოსაგები ქოთნების ერთ-ერთი ტიპი მაგალითად ეს ქოთანი ეს ძალიან სერიოზული რამე არის ეს რა არის პირველად ხედავ მაგას ვიძახი რომ აგვიანო პროფესორობა მაგრამ ალბათ ლაშა გააგზელებს ეს რა არის ახლა ლაშა ეს არის ჩასაფენი ქეჩა რომელიც დამზადებული არის ხავსისგან ეხლა ამას ხალი რო დავასხათ უცებ გახდება 2-3 სანტიმეტრი. ეს მომენტალურად გაფურდება. ანუ ამას ვდებთ შიგნით, შემდეგ გარედან შეგვიძლია რომ ეს ძალიან მარტივად უბრალოდ გავხრიტოთ. აი ეს რო დაამაგროთ ამაზე? არა. აქედან და აი არა. რო თქვა ჩავყარეთ შიგნით სუბსტრატი, მოვწყეთ, შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ ეს გავხრიტოთ და ჩავრგოთ შიგნით ყვავილი. რომ ვერდებზიდანაც იყოს ეს განმარტივება. ვერ გავიგე, სადუნდა ჩარგო ყვავილი? გამოაყოფილო თავი ყვავილებს. ესე ისევ დავაყარეთ სუბსტრატი, როგორ ხდება? ქვემოდან ვიწყებთ. დავაყარეთ სუბსტრატი. გავხრიტეთ პირველი მასში, პირველი ნახრეთი, ჩავრგეთ ყვავილი, ისევ შევავსეთ სუბსტრატით. შემდეგ ისევ გავხრიტეთ, ისევ და ესე ხდება უკვე გავსებული ქოთანი. ზემოდანაც დავურგეთ და მთავარია მე უკვე ვიხმაროთ შესაბამისი სასუქი. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარი არის ეს არის რომ რამენაირად სუბსტრატის და ტორფის გამოყენება დავიწყოთ. მაგრამ ჩვენ ხმარობთ მიწას და ყველაზე სამწუხაროდ ხმარობთ ნაკელს. რატო სამწუხაროდ? იმიტომ რომ ნაკელში არის ძალიან ბევრი რომელსაც ვერ გადაამუშავებს დროხა და არის ძალიან ბევრი თესლი სარეველას. თუ გინახავთ ასეთი კი არა რომელიც კლავს ყველაფერს. დიდ მცენარეებთან ეს პრობლემა არის. ეს რამდენი ხანი არის? აი ეს გავაკეთე ესეთი რა. ეს რამდენი ხანი? ერთი წელი. ანუ თვითონ ქოთანი მაგრამ ეს ქეჩა რომელიც არის ესეც სამწუხაროა ჩვენთან ეს არ ვზარდება და ჩამოგვაქვს ახალი ზელანდიით. რითი უნდა დავზარდეს? რა არის ეს? ეს არის პრინციპი. ახერხია და რაღაცა. ხავსი. საინტერესოა ხონდება. რომ დაასველოთ ეგრევე როგორ ფუვდება, ისიც შეგვიძლია პრინციპში თუ გინდათ ნახოთ. ხალი ხო გვაქვს, ბაი, სად არის შენი სარწყავი? აგერ არის. აი რამხელაზე გაფუვდება, იმას განახეთ. სადავდოთ. ანუ მე უბრალოდ შემიძლია შენ ჩავაცო უბრალოდ იმენ. მე მაგიდრეს და ეს რაღაც. კარგი რა რითიც არის ეს ქოთანი მოცულობა არის დიდი. ანუ მოცულობა არის დიდი და შესაბამისად მცენარისთვის საკვები ნივთიერება არის კარგად და ანუ საკმარისი. ეხლა იცით რა მოგიწევთ ის უფრო პრაქტიკულად რაღაცას მომენტალურად რა. მომენტალურად იწყებს გაზრდას, აი ხავსია. რო შეხედავ. თავიდან ჩვენც რო ნახეთ რომ ჩამოგვივიდა, აი? ხავსია. ეს ხავსი ჩვეულებრივი ხავსი. თავიდან ჩვენც რო ჩამოგვივიდა რომ ნახულობდით რომ ეს რა არის ესეთი, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. იცით რა, მე სხვათა შორის აი ამ გადაცემის წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტორფი, რომელიც უკვე იყიდება ყველგან და ძალიან ხელმისაწვდომი არის, სახში მოსატანასაც ძალიან შედარებით სუბუქია ვიდრე მიწა. რა გითხრათ რომ? ნუ მიწის ფასია, პრინციპში აი ხა თქვენთან რო ვიკითხა ეს ტორფი რომელიც არის, მაგდენი მიწა რო ვიყიდო მე. აი ეს პარკში და დაახლოებით არა, ცოტა მეტი, იმიტომ რომ აი ესეთი პარკი 2 კილო ნახევარი 3 ლარი ღირს. ნუ ასე ვკითხე. შეიძლება წვანისკენ ცოტა თუ მეჩვენებს. შემდგომში რაღაცა დაემართა ეს კაროდი. იცით რა ეს ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი რომ არ კონდეს მაღალი ფასები ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ორი ვარიანტი არსებობს ბიზნესში. კონსერტი ან მაღალ ფასად ცოტა სხიდი ან დაბალ ფასად ბევრ სხიდი.
ბევრი გაიყიდება, ბევრს მოეწონება ეს ყველაფერი და უფრო მეტი კლიენტი იქნება. არა, მე იცით რაზე ვსაუბრობდი ტორფზე, აი ხა ვინც მიყურებს. არა გვაქვს ძლიერი ფასი ნამდვილად. ფასის გარდა მე აღმოვაჩინე, მე მიწაზე უკეთესია იყიდო ტორფი. იმიტომ რომ ხარისხიანი ტორფი. ხარისხიანი ტორფი, ხო. ქართული ტორფი სამწუხაროდ ანუ თუ დაიწყება გადამუშავება, იქნება კარგი, მაგრამ ნუ არ არის ესე თქვა გადამუშავება არ ხდება და ახლა ნუ როგორ ამოიღო პირდაპირ მასაკნე ესე კარგი, ეხლა გადავინოს თუ ძაკეთს, მაგოდ რა ხდება აქ, განცა ეს ადევი? განცა ტორფში ჩასვით, ყვავილები ჩარგეთ. ყვავილები მოგვიყვებიან ყველაფერი დეტალურად. ამბავი როგორ არის ესე. აი ნახეთ ეს ყვავილები, რომლებიც იყო ჯერ ძალიან პატარა მოცუცქნული, გვინდა და გვეჩვენები და როგორი იქნება შემდეგ და თავგეთ გაზრდილი ვარიანტით. ეს არის შერეული ქოთანი, ესე იგი გვაქვს მარადმწვანე მცენარეები და გვაქვს ერთწლიანი მცენარეები. ზამთარში ეს მცენარეები აღარ იქნება მართალია, მაგრამ სამაგიეროდ იქნება გამწვანება და გაზაფხულზე ისევ შეგვიძლია ჩავდგოთ ახალი მცენარეები. ანუ ეს ქოთანი ფუნქციას არც ერთ სეზონზე არ დაკარგავს, ან ისე შეარჩიეთ ყვავილები, რომ იყოს ოპტიმალური ორივე სეზონისთვის. შესაძლებელია რომ მარტო ყვავილებით გავაკეთოთ. ახლა გვაქვს ჩვენ ვარდებით მაგალითად ქოთანზე, რომელიც მთელი ზაფხული იყვავილებს. აი ეს ახლა ხო ზარმაცალ ხო არ? ნუ არა ვართ, მაგრამ ნუ ამბობენ. აი რამის მოულა ახლა, აი ეს მაგ არაფერი განსაკუთრებული მორწვა უნდა. მორწვა. სასუქიც ჭირდება რა თქმა უნდა. პერიოდულად ხო. მორწვა უნდა როცა ეს გაცულ. ეს არის ეს ყვავილები იქნება მთელი ზაფხული. შემდგომის ბოლომდე. მწვანე დარჩება. აი ეს ვარდებზე მითხარით 2-20 სიტყვა. ეს არის ჯუჯა ვარდები. არის დება ამ ხოიარე არ არა, ხოიარა, მხოლოდ უბრალოდ ესეთი წვრილი ვარდებია. და ასეთი ის არის, რა ქვია, ეს ზამთარი ფორმაა. არა, ზამთარს არ გაუძებს, ახლა ზაფხულის განმავლობაში ყვავის. თორე ზამთარში არა. გაზაფხულის განმავლობაში ძალიან კარგი. ყვავილების შეცვლილისას აუცილებელია, რომ იყოს გათვალისწინებული შემდეგი რაღაცა. ეხლა რაც არის ჩარგული, ეს არის შედარებით ჩვენილიანი ადგილისთვის ყვავილები. ძალიან კარგი ქოთნებისთვის ძალიან კარგი არის. პელარგონიუმ გერანი არის ესეთი ყვავილი. მომდა გქონდეს. ანუ ბალბაგერანი გვაქვს აქ. ბალბაგერ. ანუ რომელიც თქვა ძალიან ოღონდ ექსტერიერის. ხო, ბალბა ზამთარში სახშენად მოიწამეთ. ერთი წამის უნდა შეგაწყვეტინოთ. ეს არის ვერბენა. ესე იგი, სეზონის მოსვლასთან ერთად ქალაქსაც დაეტყო, მიმდინარეობს სკვერების, პარკების გამწვანება, გაზონების და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს სიუჟეტი მომზადებული, რომელიც მარი შენგელია მომზადა. ნახოთ ჩვენ ქალაქში რა ხდება დღეს. სანერგე მეურნეობაში ყვავილებს თბილისის გასამწვანებლად ამზადებენ. ასობით სხვადასხვა ჯიშის ყვავილსა და მცენარეს დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დარგავენ. 600,000 ყვავილი მზადდება ქალაქ თბილისისათვის. ეს საზაფხულო, რომელიც უძლებს სიცხეს 30-35 გრადუსს. სიცხე გამძლე ყვავილების დარგვაზე ქალაქში 900-მდე ადამიანი იზრუნავს. თბილისის ცენტრალური ქუჩების ნაწილის გამწვანება საზაფხულო ყვავილებით თითქმის დასრულებულია. თუ არის სამუშაო, განსაკუთრებით გაზაფხულზე 1000-ობით ყვავილს გავს. დღეში 1-2000-მდე უფრო მეტი. ყვავილების გარდა ცენტრალურ ქუჩებს თბილისის მერიის გამწვანების სამსახური სხვადასხვა მცენარეებით ალამაზებს. რაც შეეხება დეკორატიულ მცენარებს და ყვავილებს, ძირითადად ჩვენ გამოგვაქვს დეკორატიული ყვავილები ცენტრალურ გამზირებზე, ცენტრალურ მოედნებზე. რაც შეეხება თქვა სხვა უბნებს და სხვა რაიონებს, აქ ვცდილობთ რომ მრავალწლიანი ბუჩქებით გამოვწვავოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. ეს ყვავილები ქალაქის ცენტრალურ ნაწილს გვიან შემოდგომამდე გაალამაზებს. აი ხა ეს ვინც უნდა გააკეთოს ის აკეთებს, ჩვენ რაიონებს მივამატებთ. ზოგადად იქნება უკვე ძალიან დიდი სილამაზე ჩვენი ქალაქი. მე ისეაც მოწონს მე რაღაცეები, მაგრამ აივნები ზოგადად ძალიან ძიმე მდგომარეობაა. თან იცი რა არის ძიმა, ასე თუ ისე თბილისსაც ეთყობა ეს რაღაც მთელი მსოფლიოს გავლენა და ჟანგბადი ჩვენთანაც მცირდება ისე როგორც ყველგან. ასე რომ ჩვენც გვჭირდება უფრო მეტი ჟანგბადი. იმიტომ არ შეგვიძლია გაიფერი აქვს ამას. თავად შეგვიძლია რომ საკუთარი ჟანგბადი გამოვიყო. მე ფერი უბრალოდ ის იყო რომ ეს სოლარიუმში ახალი დაყენებული იყო ნათურები და იქიდან. აი მაგინახე სოლარიუმი. პატექსი არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მე ამ ყველაფრის მოვლა პატრონი
პატრონობის მოვლა პატრონობა, იმიტომ რომ რეალურად არის ხოლმე ძალიან ხშირად სიტუაცია, როდესაც ადამიანი რაღაც ყიდულობს, არ კითხულობს, რა უნდა, როგორ უნდა ესეა. გამწვანება თვითონ გამწვანება არ ამატო აივნებზე ხა რეალურად ჩვენ გავაკეთეთ ესავლაბრის ვერტიკალური კედელი რომელიც ხა შევიდა ათეულში მსოფლიო ათეულში მართლა ესე იყო მსოფლიო ათეულში შევიდა გამწვანებულ კედლებს შორის ხა იყო კიდევაც იქ სიუჟეტში თავდაპირველად იყო მართლა ფანტასტიკური ეფექტი მაგრამ ყოველთვის ამას ხა თუ არ მოვა კარის ჩვენ პირველი ნაწილი უნდა დავახსნოთ მე და ძალიან დიდი მადლობა გრინ სერვისის პრივილეგია არ გაჩვენოთ ქოთნის პრივილეგია არ ვიცი მაგრამ ჯობია იცით რა ვქნა ჩვენ ახლა სამწუხაროდ უნდა გავიდეთ რეკლამა ხო იცი როგორი ამბავია ბიზნესმენები ხარ და იცი ჩემია 12-დან 32 ჰექტარზე გასვლა აიურები მუშაობს აქედან გამომდინარე ამას ჩვენ თქვენ კოორდინატორს ჩვენ გვერდზე თქვენს გაქვთ თქვენი გვერდი დაუკავშირეთ გრინ სერვის როგორც თქვენს ბატონებმა სხვა გზა არ აქვს თუ ესე თქვენს ყველა ესაბიო და გააგზავნეთ თქვენი აიუნების გამწვანება ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი დიდი მადლობა გადაცემის მეორე ნაწილში განგამსაი დაგოდოთ ცოტა ხანი